752,000 ადამიანია გაწევრიანებული. ბოლო მონაცემებით დაგროვებითი პენსიით უკვე 32,000-მა ადამიანმა ისარგებლა, ხოლო ფონდის აქტივებმა 9 მილიარდ 400 მილიონ ლარს მიაღწია. როგორ ხდება სისტემაში რეგისტრაცია, პირადი საპენსიო ანგარიშის მართვა, ინფორმაციის მიღება, პენსიის დანიშვნა და თანხის გაცემა. რამდენად მარტივი და ხელმისაწვდომია ეს პროცედურები მოქალაქეებისთვის. დღეს ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობთ. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიკსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია საპენსიო ფონდის დირექტორის მოადგილე ვაჟა ჯაფოშვილი. ბატონო ვაჟა, გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ეს საპენსიო რეფორმა უკვე მე-6 წელია, რაც ასე ვთქვათ, მოქმედებს, მაგრამ არის ბევრი საინტერესო დეტალი, რაც შეიძლება საინტერესო იყოს ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის. დავიწყოთ ორად გავყოთ ჩვენი გადაცემა დამსაქმებელი და მოქალაქე, ადამიანი, რომელიც გაწევრიანებულია ამ სქემაში. როგორ ხდება ფონდში თანხის შეგროვება? და რა ვალდებულებები აქვს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ საშუალება მოგვეცა ჩვენ კიდევ ერთჯერ მივმართოთ ჩვენს როგორც დამსაქმებლებს, ასევე საპენსიო სქემის მონაწილეებს და იმ საინტერესო საკითხებზე, რომლებზეც ჩვენთან არაერთი ზარი შემოდის ამ საკითხებზე, ასე თქვენი რადიოს მეშვეობით ფართო მასებს გავაგებინოთ ის საკითხები, რომლებიც მართვის მეტად საჭირო და აუცილებელია. ასე იგი, დაგეთანხმებით, გავყოთ ორ ნაწილად. დამსაქმებლებად და მონაწილეებად. ესე იგი, საპენსიო ფონდი იქმნება დამსაქმებლების მიერ გაკეთებული საპენსიო შენატანებით. ანუ რას ნიშნავს ეს? ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული, მისი გროს ხელფასიდან, ასე ვთქვათ, ირიცხება დამსაქმებლის მიერ საპენსიო ფონდში 2% დასაქმებულის ხელფასიდან, 2% იგივე ოდენობას რიცხავს დამსაქმებელი, ხოლო ჩვენ საპენსიო ფონდი მესამე 2%-ს ვამატებთ იმავე დღეს და ხდება სულ 6%-ის შეტანა საპენსიო ფონდში და ასე იქმნება საპენსიო ფონდი, ასე იქმნება საპენსიო შენატანები. ხო, მაგრამ აქ რო ვისაუბროთ დამსაქმებლების ვალდებულებაზე. რა შემთხვევა ხო შეიძლება რომ დავუშვათ დამსაქმებელმა არ მიაქციოს ყურადღება და არ განახორციელოს საპენსიო ფონდში შენატანი. რომელი კანონი არეგულირებს ამ ყველაფერს? არის თუ არა რამე დამატებითი მექანიზმი და რამდენად ვიცი, ეს არ არის ნებაყოფლობითი, ეს არის სავალდებულო. აი ეს რო განმარტოთ, როგორ აკონტროლებს ამ ყველაფერს ფონდი? 2025 წლის 1 მაისამდე საპენსიო შენატანების განხორციელებას დამსაქმებლები აკეთებდნენ საპენსიო ფონდის ელექტრონული სისტემის გამოყენებით. რა შემთხვევაშიც თქვენ მართალი ბრძანდებით, რომ თავის არიდებას ჰქონდა ადგილი დამსაქმებლების მხრიდან და რიგ შემთხვევებში არ ახორციელებდნენ კანონ შესაბამისად საპენსიო შენატანებს. დამსაქმებლებისგანაც იყო მოთხოვნა, რომ ორი დეკლარაცია არ გაეკეთებინათ და მხოლოდ ერთ ადგილზე ყოფილიყო ეს დეკლარაცია. სავადო თარიღზეც იყო, რომ როდის გაეკეთებინათ ხელფასის გაცემისთანავე თუ რამოდენიმე დღის შემდეგ თუ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციის თანხვედრილად და აღნიშნულზე შევჯერდით ბიზნესთან და შევიტანეთ კანონში შესაბამის ცვლილებები, რაც გულისხმობს, რომ საპენსიო შენატანებს დამსაქმებლები 2025 წლის 1 მაისიდან ახორციელებენ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის გზით. რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე თავის არიდების შესაძლებლობა აღარ არის და შესაბამისად ყველა დეკლარაცია საშემოსავლოს წარდგენილით ხდება საპენსიო შენატანის განხორციელებაც. რაც იმას გულისხმობს, რომ საშემოსავლო დეკლარაციის შესაბამის დანარჩს დაემატა სვეტი საპენსიო შენატანი, რომელიც ავტომატურად გამოიანგარიშება იმ დარიცხული ხელფასის ოდენობიდან, ის 2%, შესაბამისად ეს მონაწილის 2%, დამსაქმებლის 2% იმატება და 4% ხდება დამსაქმებლისგან სავალდებულოდ წარსადგენად დეკლარაციის სახით. რაც შეეხება ვადებს, მომდევნო თვის 15 რიცხვი ქონდა საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის ვადა, დარჩა აღნიშნული ვადა ისევ და რომელსაც დაემატა ჩვენი საპენსიო შენატანიც და ჩვენთვისაც მომდევნო თვის საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი არის სავადო თარიღი. ანუ თავად თვითონ ბიზნესისთვისაც გამარტივდა ეს პროცესი? ბიზნესს გაუმარტივეთ მაქსიმალურად, რომ ბიზნესს აღარ უწევს რაიმე სახის ანგარიში, თანხების ანგარიში, მონაწილეების ანგარიში, მხოლოდ მან უნდა წარადგინოს საშემოსავლო დეკლარაცია და ავტომატურად სისტემა, ხელფასი რა თქმა უნდა, ეს ისედაც უნდა წარედგინა საშემოსავლო დეკლარაციით და ჩვენი სვეტის ჩამატებით, ჩვენი მონაცემის
ჩამატებით არაფერი ახალი და დამატებითი სამუშაო მას არ უწევს. სისტემა თვითონ ანგარიშობს აღნიშნულ თანხებს, მხოლოდ მისი ვალდებულება არის, დამსაქმებლის ვალდებულება არის, რომ აღნიშნული დეკლარაცია წარადგინოს არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი არის, რომ საპენსიო შენატანი განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ დეკლარაციაში მითითებული საპენსიო შენატანის ოდენობის თანხის შესაბამისი თანხა აქვს განთავსებული საბალანსო თანხაში. ანუ თანხა წინასწარ უნდა აკუმულირებული კონდეს მას ანგარიშზე და დეკლარაციის წარდგენა ავტომატურად ახდენს ამ თანხიდან იმ ქვედა ჯამის შესაბამისი თანხის განთავსებას საპენსიო შენატანებად. ეს არის ავტომატური პროცესი და თუ ეს დაცული იქნება, ანუ თანხა უნდა კონდეს მარტივად რო ვთქვათ, რა მხოლოდ და მხოლოდ მისი მოვალეობა შესაბამისი თანხა კონდეს ანგარიშზე. დანარჩენ სისტემა აკეთებს ყველას. სტატისტიკა როგორია ამ ერთწლიან ჭრილში, როგორ შეიცვალა ვითარება, ანუ თავის არიდების შემთხვევაში მაინც აქვს ადგილი და ამ შემთხვევაში რა ტიპის ჯარიმები მოქმედებს დამსაქმებელზე? დეკლარაციის წარდგენის თავის არიდება ფაქტიურად გამორიცხულია, იმიტომ რომ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება მაინც გააჩნდათ და ამაზე ეს აწყობილი პროცესი იყოს შემოსავლების სამსახურში. რაც შეეხება საპენსიოსთვის ვალდებულების შეუსრულებლობა რჩება მხოლოდ ის, რომ თანხა არ აქვს შესაბამისი დამსაქმებელს, საპენსიო შენატანისთვის საჭირო თანხა არ აქვს. და ამ შემთხვევაში არ მოხდება საპენსიო შენატანის განხორციელება. რაც რა თქმა უნდა არის შემთხვევები, მაგრამ ძალიან მინიმუმამდეა ფაქტიურად დაყვანილი ასეთი შემთხვევები და საპენსიო ფონდის მოცულობამაც აი ამ რეფორმით დიდი შევსება განიცადა. და მაინც კანონის თანახმად ვინ ითვლება დასაქმებულად საპენსიო დაგროვებით პენსიის შესახებ კანონს გულისხმობ ამ შემთხვევაში? ხო, გვაქვს ესე იგი ორი კატეგორია, ხო, დასაქმებული, თვითდასაქმებული. დასაქმებულად ითვლება პირი, რომელიც გადახდის წყაროსთან ბეგრავს დამსაქმებელი, ანუ ხელფას რომელსაც უხდის დამსაქმებელი და შესაბამის საშემოსავლო გადასახადს იხდის. ეს არის ჩვენთვის დამსაქმებელი. თვითდასაქმებული შემთხვევაში დასაქმებული, რომელიც აი გადახდის წყაროსთან რომ არ იბეგრება და თავის მანაც უნდა შეგააკეთოს შენატანი. მისთვის ნებაყოფლობითია, დასაქმებულისთვის სავალდებულოა, თვითდასაქმებულისთვის ნებაყოფლობითია საპენსიო სქემაში მონაწილეობა. თვითონ არის თავის დამსაქმებელი და თვითონ განსაზღვრავს აქვს თუ არა თავისი შემოსავლების შესაბამისად განახორციელოს გაწევრიანდეს საპენსიო სქემაში და მიიღოს მონაწილეობა. ნუ მაშინ თავად უნდა შეიტანოს ეს შენატანი, გააკეთოს ყოველთვიურად და როგორც დამსაქმებლის წილი, ასევე დასაქმებლის. და არის ესეთი დასაქმებლის. შემთხვევები, თვითდასაქმებულები არიან გაწევრიანებული? არიან. ანუ პროცენტულად შეგვიძლია ვთქვათ. ძალიან დიდი რაოდენობა არ არის, მაგრამ საერთოდ საქართველოში ხომ არ ქონდა ჩვენ დაგროვით პენსიის კულტურა, ასე რომ ვთქვათ, ასე მასობრივად, რომ სახელმწიფო შესულიყო ამ დაგროვით პენსიაში და ნელ-ნელა ეს ყველა ცოდნაც ვრცელდება, ნდობაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ამის ფონზე დადებითი შედეგები გვაქვს. ძალიან. კარგით, ბევრი კითხვა არის ზოგადად ამ სქემის მონაწილეების მხრიდან, როგორ ხდება სისტემაში რეგისტრაცია, დავიწყოთ აქედან. ეს უკვე გავარკვიეთ, რომ თვითდასაქმებულების შემთხვევაში არის ნებაყოფლობითი და დასაქმებულების შემთხვევაში ავტომატურად. მაგრამ მაინც ყველაზე მოთხოვნადი სერვისი რომელია საპენსიო ფონდისთვის, სადაც სქემის მონაწილეები მოგმართავენ? ძირითადი კითხვები, რომელიც აქვს მოქალაქეებს. მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის იყო რომ აღნიშნულ თანხას როდის მივიღებ. ხო, ვთქვათ, როდის ხდება თანხის მიღება. მაშინ დავიწყოთ აქედან. ხო, ჩვენ გვაქვს ესე იგი ხო და იმ კითხვას რო დავუბრუნდეთ, როდის მივიღო, რამდენია ჩემი დანაზოგი, ამ თვეში დამსაქმებელმა ხელფასზე მომაკლო და ნამდვილად აისახა თუ არა საპენსიო ფონდში ჩემს ანგარიშზე. ანუ დობის ფაქტორი ისევ დგას ეს კითხვა, ეს ანუ მხოლოდ აი ამ საკითხზე შეიძლება მოგმართონ რომ როდის თანხის აღება როდის შეიძლება, მაგრამ არის შეკითხვები რომ დავუშვათ რამდენი მაქვს ანგარიში. და თქვენი კითხვაც პირველი კითხვა ამაზე როგორ რეგისტრირდებაო, კითხვა დასვით, შესაბამისად ამის პასუხად არის ის რომ ძალიან მარტივია რეგისტრაციაც და საპენსიო შენატანების განხორციელებაც. შესაბამისად დამსაქმებელი როდესაც პირველ საპენსიო შენატანს განახორციელებს, ანუ მიიღო თანამშრომელი სამსახურში და პირველი თვის ხელფასი ჩაურიცხა. იმ ხელფასის ჩარიცხვისთანავე ხდება საპენსიო შენატანის განხორციელება. საპენსიო შენატანის განხორციელება ავტომატურად ახდენს დასაქმებულისთვის საპენსიო ანგარიშის გახსნას.
ავტომატურად იხსნება ეს და ის თანხა განთავსდება მის საპენსიო ანგარიშზე და შემდეგ ყოველთვიურად ამ ანგარიშზე ერიცხება და ემატება. ხოლო მისი ნახვა დასაქმებულს შეუძლია რეგისტრაციით საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გზით. აი როგორც ბანკში გაქვთ მობაილ ბანკი და სადაც უყურებთ. ყველა ბანკს აქვს ახლა ეს სერვისი, რომ ჩანს საპენსიო ხო, შენატანი. ხო, საპენსიო ანგარიში ჩანს, მაგრამ მე ვსაუბრობ, როგორც მობაილ ბანკით შეგიძლია უყურო ყოველთვიურ ტრანზაქციებს თქვენსას, ასევე ჩვენი ტრანზაქციების, ანუ დამსაქმებელმა რა განუხორციელა, რამდენი შენატანი აქვს და სად დევს, ამ ყველაფრის ნახვა შეუძლიათ დასაქმებულებს საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში, რისთვისაც მათ უნდა აიღონ შესაბამისი მომხმარებლის სახელი და პაროლი სისტემაში შესვლისთვის, როგორც ბანკში ვიღებთ ხოლმე რომ დაშვება გქონდეს და შედიან შევლენ და ნახავენ უკვე ჩვენ სისტემაში. გარდა ამისა, გაიოლების მიზნით ჩვენ ბანკებთან გაფორმებული გვაქვს შესაბამისი ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ბანკების მობაილ ბანკში არის გამოჩენილი მხოლოდ ის ჯამური ოდენობა დაგროვილი თანხის. ხო, ჩანს კი ყველა მობაილ ბანკში. დანიშვნის პროცესი, გასაგებია ეს გროვდება თანხა, ჯერ ვისაუბროთ იმაზე, რომ ვის აქვს უფლება რომ გამოვიდეს ამ სქემიდან. ადრე იყო, როდესაც ეს რეფორმა დაიწყო, მაშინ იყო 40 წელს ზემოთ ვინც იყო, შეეძლო დაუშვათ რამდენიმე თვის შემდეგ გასულიყო. მე მაგალითად ერთ-ერთი მაგალითი ვარ, გავედი, მაგრამ შემდეგ უკან დავბრუნდი. იმიტომ რომ იმ პერიოდში ასე თუ ისე არ იყო მეტნაკლებად ნდობის ფაქტორი იყო. არაერთი გადაცემა მაქვს ამ თემაზე გაკეთებული, ამიტომ მე ვარ ერთი მაგალითი, რომ მე უკან დავბრუნდი. აი, რამდენი ყავთ ესეთი დაუშვათ, რომლებიც გავიდნენ და შემდეგ დაბრუნდნენ. რამდენადაც ვიცი, დაბრუნება ყოველთვის შეიძლება, გასვლა კიდე ყოველთვის არა. საინტერესო კითხვაა. როდესაც საპენსიო ფონდი პირველ ნაბიჯებს იდგამდა, დიდი მოლოდინი იყო ყველასთან და ამას ხშირად ვიმეორებ, რომ 70% დატოვებს და ფონდში არავინ არ იქნება და სრული არ ექნება და ასეთი იყო მიდგომა და ეს არ იყო ესეთი უცნაური კითხვა, იმიტომ რომ ცუდი წარსული მეხსიერება იყო ამ ნდობასთან დაკავშირებით. ხო, საკმაოდ ხმაურიანი რეფორმა იყო ეს თავის დროზე. ძველ პერიოდზე და საბანკო სისტემის მიმართ ნდობამ დააჩქარა ჩვენი საპენსიო ფონდის შექმნაც, არსებობაც და ნდობაც, იმიტომ რომ ადამიანებს ფული ბანკში აქვთ შეტანილი და ანაბრებზე უდევთ და წლები გადის, 7 არის ყველაფერი და ამან ნდობა გაზარდა. ჩვენც ახლა უკვე 7 წლის ვართ და ჩვენი თან არსებული თანხები მხოლოდ იზრდება. ანუ ნდობა ამანაც გაზარდა. რაც შეეხება გასვლის უფლებით სარგებლობა რა თქმა უნდა ყველას 40 წლის შემდეგ პირებს ვინც გაწევრიანე ჰქონდათ, მაგრამ დაახლოებით 20%-ზე მეტი. ხო, 20%-ზე მეტი არ გასულა და პირიქით ძალიან კარგი სტატისტიკური ციფრია ერთი. გასვლის უფლება ქონდა და არ გავიდა, ესეთი სტატისტიკური მაჩვენებელი გვაქვს ჩვენ, რა ვისაც ქონდა უფლება და არ გავიდა, დაახლოებით 320,000 პირი არ გავიდა სქემიდან. ამან ნდობა გამოუცხადა. მაშინ როდესაც დაახლოებით 140,000-მდე პირი გავიდა, ანუ ნახევარი გავიდა, ნახევარზე მეტი არ გავიდა. ანუ ეს ძალიან დიდი ნდობაა. და ვინც გავიდა იქიდან მე რამდენი ჩემნაირი რამდენია 6,000 პირია დაახლოებით თქვენაირი, რომელიც გავიდა და დაბრუნდა. ეს კიდევ ეს ციფრი სულ იზრდება, ამ ბოლო პერიოდში იზრდება ეს ციფრი, როდესაც ხედავენ რომ მის თანამშრომელს, მის კოლეგას უგროვდება და თვითონ ეს აკლდება, მაშინვე ძალიან ხშირია ახლა უკვე მომართვიანობა რომ შემოbrunდნენ საპენსიო სისტემაში. და კიდევ ერთი კითხვა, აი რა შემთხვევაში უხდის სახელმწიფო, მე მგონი რაღაც ზედაზღვარი არსებობს, შეიძლება ვწდები და არასწორ კითხვავს, 2% ხო სახელმწიფო იხდის 2% დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო. ხელფასის მაქსიმუმი რამდენია, როდესაც სახელმწიფო წყვეტს დაფინანსებას? სახელმწიფო 24,000 ლარის ფარგლებში ეს დარიცხული ხელფასის ჯამი, როდესაც 24,000 მიუახლოვდება, 24,000 ზემოთ მხოლოდ 1%-ზე გადადის, ხოლო 60,000 ლარის მიღწევის შემდეგ უკვე აღარ აკეთებს სახელმწიფო ამ კონტრიბუციას, მაგრამ ეს ყოველ წელს თავიდან იწყება. 1 იანვარს იწყება თავიდან. ანუ ერთჯერადად კი არ შეწყვიტა, ყოველ იანვარს ისევ სახელმწიფო ერთვება, ისევ აკეთებს მესამე 2%. ანუ 24,000 თვეში თუ წელიწადში? მთლიანად, წლის განმავლობაში. წლის განმავლობაში ამ შემთხვევაში სახელმწიფო აღარ
არა 24,000-მდე 2%-ით მონაწილეობს სახელმწიფო, 24,000-დან 60,000-მდე რენჯში 1%-ით, ხოლო 60,000-ის ზემოთ უკვე აღარ მონაწილეობს, მაგრამ იანვრიდან ისევ თავი დაიწყება ეს. გასაგებია, მაგრამ დამსაქმებელი ყველა შემთხვევაში. რა თქმა უნდა. კარგით, ახლა ერთი კიდევ მთავარი კითხვა, როგორ შეიძლება ამ თანხების მიღება, როდის, როგორ, ვისთვის არის დაშვებული და ვინ როგორ უნდა განახორციელოს ეს პროცესი? მაგ პროცესს ჩვენთან ქვია პენსიის დაგროვებითი პენსიის დანიშვნა გაცემა. ჩვეულებრივი პროცედურაა, მონაწილეები, რომლებიც კანონით მოიპოვებენ უფლებას, რომ მიიღონ პენსია, მოგმართავენ ჩვენთან განცხადებით და დანიშნა გაცემის პროცედურების ჩატარების შემდეგ გაიცემა მათზე თანხა. პენსიის დანიშნა გაცემის 4 საფუძველი არსებობს კანონით. ეს არის საპენსიო ასაკის შესრულება, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა, ქვეყნის სამუდამო დატოვება და მონაწილის გარდაცვალება. მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში აღნიშნული თანხა გაიცემა მის კანონიერ მემკვიდრეებზე, რომელსაც სამკვიდრო მოწმობის გახსნის შემდეგ ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობაში არიან მოხსენიებული. ვინც რა წილით არის სამკვიდრო მოწმობაში შეტანილი, იმ წილობრივი მაჩვენებლით გაიცემა დაგროვებული პენსია სრულად. ეს მომართვის შემთხვევაში ხდება თუ ავტომატურად ახორციელებს ამას საფონდი? აუცილებლად მომართვა არის აუცილებელი საჭირო ყველა 4-ვე საფუძველზე. რაც შეეხება ქვეყნის სამუდამო დატოვებას, აქ პირობა არის, რომ საქართველოს მოქალაქეობა აღარ უნდა კონდეს პირს და საქართველოს მოქალაქეობა და მუდმივი ბინადრობა არის, რომელიც საფუძველს აძლევს გაწევრიანდეს და არც ერთი პირობა აღარ უნდა იყოს. ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეოს თუ ინარჩუნებს, მაგ შემთხვევაში ქვეყნის სამუდამო დატოვებულად არ ითვლება პირი. შესაბამისად არ გაიცემა. საერთოდ რომ აღარ არის საქართველოს მოქალაქე არანაირი პირობით, მხოლოდ ასეთ პირს აქვს. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს, ეს ადრე ინვალიდობის საფუძველს ეძახდნენ, ახლა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ქვია მკვეთრად მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ნებისმიერი სტატუსის მოპოვების შემდეგ მონაწილე უფლებამოსილია მოგმართოს განცხადებით და მათზე გაიცემა სრული ოდენობით დაგროვილი პენსია. ამათ აქვთ ერთი კარგი დათქმა, რომელიც ბოლო პერიოდში შევიდა კანონში ცვლილება, რომ თუ ასეთ პენსიას გაიტანენ, მისი საჭიროება თუ დადგა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ჯანმრთელობას მოხმარდეს მისი დაგროვილი პენსია, მას აქვს კიდევ ერთჯერ უფლება იმისი, რომ თავიდან შემოbrunდეს სქემაში. თანხას რომელსაც მთლიანად გაიტანს, მერე უპენსიოთ რომ არ დარჩეს მომავალში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს. ხოლო რაც შეეხება მეოთხე პირობას, ეს არის ასაკის საფუძველი. ასაკის საფუძველს აქვს გაცემის 2 ფორმა. ეს არის ერთიანი გადახდით და დაგროვილი პენსიის პროგრამული გაცემით. იდე რა შემთხვევაში ხდება ეს? აღნიშნული ასაკის საფუძვლით პირებს პენსიის მიღების უფლება აქვს როგორც სახელმწიფო პენსიაში, ქალებს 60 წლის ასაკის მიღწევის დროს და კაცებს 65 წლის ასაკის მიღწევის დროს. როდესაც აღნიშნული ასაკი შეუსრულდებათ და უფლებას მოიპოვებენ და ასაკის საფუძვლით პენსიის მიღებაზე, მოგმართავენ განცხადებით და საპენსიო ფონდი ანგარიშობს საკსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ერთიანად გასცეს თუ პროგრამულად. პროგრამული გაცემა ნიშნავს ყოველთვიურ გაცემას პენსიის აღნიშნული დაგროვილი თანხის ყოველთვიურ გადანაწილებას. ხოლო ერთიანი გაცემა მთლიანი თანხის ერთბაშად ერთიანად დაუბეგრავად გაცემას გულისხმობს. გადანაწილების შემთხვევაშიც არ იბეგრება? არ იბეგრება არც გადანაწილების შემთხვევაში და არც ერთიანი გადახდის შემთხვევაში. თანხა სრულად მიეცემა. პროგრამული გატანით, ანუ ყოველთვიურ გაცემის დროს დარჩენილი თანხა ისევ ფონდში ერთი თვის თანხა რომ გაიცემა, დანარჩენი თანხა რჩება ფონდში და ის ისევ მონაწილეობს ფონდში, ინვესტიციაში და სარგებელი ერიცხება. ეს არის და შესაძლოა დავუშვათ 300 ლარი თუ ერთ თვეს აიღო, შეიძლება მეორე თვეში უფრო მეტი აიღოს, თუ ეს იქნება ფიქსირებული თანხა და დავუშვათ აქვს 100.000 ლარი დაგროვილი პირობითად და 300 ლარი აიღო. დანარჩენი ხორჩება 99.700 ხო ფონდში დარჩა. ის ყოველდღიურ ინვესტირების პროცესში მონაწილეობს და ერიცხება სარგებელი. რაც იმას ნიშნავს, რომ თავიდან ნაწილდება. ებრძვის ეს ინფლაციას და მერე 10 წლის შემდეგ რომ ეს რა თანხა იქნება, კითხვები ბევრი იყო, რომ ეს გაუფასურებული ხომ არ იქნება, პირიქით, სწორედ ფონდის არსებობის ხიბლი ის არის, რომ ეს თანხა ებრძვის ინფლაციას იქ ყოფნის გამო, ფონდში არსებობდა დარჩენილი თანხა, რომელიც ფონდში რჩება. რაც შეეხება გაცემას, ანგარიშება ასე. 1 წლის თანხა ანგარიშება, რაც უნდა გაიცეს ყოველთვიურად.
და დაუშვათ 300 ლარი მოუწია შემდეგ დაბადების თარიღამდე. ყოველ დაბადების თარიღს ადამიანი დაუშვათ 65 წლის კაცი გავიდა პენსიაზე. 66 წლის რომ გახდება, სისტემა ავტომატურად ანგარიშობს ყოველთურად გასაცემი პენსიის ოდენობას, დარჩენილი თანხიდან გამომდინარე, დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობიდან გამომდინარე და იმის შესაბამისად ახალი თანხა იდება. შეიძლება ერთი წელი 300 ლარი გაქონდა, შეიძლება შემდეგ წელს გაიტანოს 305 ლარი მაგალითად ან 320 ლარი და ასე შემდეგ. თუ გარდაიცვალა რა ხდება? თუ გარდაიცვალა ის პირობა ერთობა მისი მემკვიდრე დარჩენილ თანხას გაიტანს ფლიანად. გარდაცვალების შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ეს მონაწილე უკვე პენსიას იღებდა თუ ჯერ არ იყო საპენსიო ასაკის და აგროვებდა, მემკვიდრეს ერთნაირი პირობა აქვს, რაც იმ პერიოდში დარჩენილია თანხა ფონდში სრულად გაიცემა, როგორც წეგან აღნიშნეთ, სამკვიდრო მოწმობაში მითითებულ პირებზე იმ წილობრივი მაჩვენებლით, რაც მითითებულია. ერთი დაზუსტება თუ შეიძლება, ანუ სურვილის შემთხვევაში საპენსიო ასაკს როცა მივაღწევ, მე ვერ განსაზღვრავ მთლიანად ავიღო თანხა თუ გადავანაწილო, ანუ რა შემთხვევაში შესაძლებელია მთლიანი თაღება და რა შემთხვევაში გადანაწილება. მაგისთვის კანონში არის შესაბამისი ფორმულა, ვისზე შეიძლება ერთიანად გაიცეს თანხა. ერთიანად თანხა შეიძლება გაიცეს იმ პირზე, ვისაც საქსტატის მიერ დადგენილი მაჩვენებლების პარამეტრების მიღების შემდეგ იანგარიშება ფორმულით შემდეგი წესით. საქსტატი ადგენს სიცოცხლის დარჩენილ ხანგრძლივობას ქალებისთვისაც, კაცებისთვისაც. შესაბამისად ეს არ არის ის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ეს არის იმ ასაკში, დაუშვათ 66 წლის ასაკში კაცისთვის რა არის დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი. დაუშვათ არის პირობითად 10 წელი. დაგროვილი თანხა არის დაუშვათ 100.000 ლარი. 100.000 იყოფა ამ სიცოცხლის დარჩენილი წლებზე 10-ზე და შემდეგ გაიყოფა თვეებზე 12 თვეზე და ასე გამოდის თვეში გასაცემი პენსიის ოდენობა. თუ აღნიშნული ოდენობა ნაკლები არის იგივე საქსტატის მიერ დადგენილ საშუალო თვიური ხელფასის 20%-ზე ნაკლები თუ გამოდის, ასეთ შემთხვევაში მონაწილე უფლებამოსილია მოითხოვოს თანხა ერთიანი გადახდით და გაიცემა ერთიანად. დღეს მდგომარეობით დაახლოებით 100 კაცებისთვის დაახლოებით 107.000 ლარის ფარგლებში მერყეობს ამ ფორმულიდან გამოთვლილი თანხის ოდენობა. ასე რომ ისეთი მაჩვენებელი არ არის პატარა თანხა, რომელიც ერთიანად გაიცემა. მაგრამ აქავე მინდა თქვა, რომ საპენსიო ფონდის შექმნის იდეა და საერთოდ დაგროვებითი სისტემის შემოღება არ არის თანხის ერთიანი გადახდისთვის მიმართული. პენსია საერთოდ არის ყოველთვიური განაცემი. ვინაიდან როდესაც 60 წლის ქალი პენსიას აიღებს ერთიანად, მეორე დღიდან და იმ პენსიის ოდენობას არავინ არ იცის ოჯახი რაში მოიხმარს და ეს ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება იმ ყოფიერი საჭიროებისთვის დაიხარჯოს, რჩება ისევ დაგროვებითი პენსიის გარეშე. სახელმწიფო პენსია ხო არის პარალელურად? ხო, მაგრამ სახელმწიფო პენსიის ოდენობა რომ არასდროს არ ყოფნიდა და არ ეყოფა პენსიონერებს, ამიტომ შემოღებული იქნა ქვეყანაში დაგროვებითი პენსია და სწორედ ეს არის ამ ორი სისტემის ერთად არსებობის ხიბლი. რომ სახელმწიფო პენსიასთან ერთად და მისგან დამოუკიდებლად არსებობს დაგროვებითი პენსია. გასაგებია, მაგრამ არჩევანის საშუალებაც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ იმ ადამიანს სჭირდება, რომ ის თანხა მოიხმაროს ახლა, ადამიანს ყოველთვის სჭირდება ახლა თანხა, მაგრამ როდესაც მოხუცებულებაში შედის, მაშინ ყველაზე მეტად სჭირდება და მუდმივად ჩვენი პენსიონერები მაგას ჩიოდნენ, რომ პენსია არ ყოფნის და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხო? ამიტომ დაგროვებითი პენსია ისე შეეხიდება და ისე მოეხმარება, რომ შემდეგში აღარ იქნება ის რომ პენსია არ ყოფნის, პენსია ეყოფა შემდეგში. აი 32.000-ზე მეტმა ადამიანმა გაიტანა ხო ბოლო მონაცემებით. ეს არის მთელი 7 წლის განმავლობაში თუ ბოლო სტატისტიკა 1 წელი? არა, ეგ 32.000-33-ია უკვე დღეს მდგომარეობით არის მთლიანი 7 წლის განმავლობაში, მაგრამ დაწყების დროს იყო დაუშვათ პირველ წელს იყო 300 კაცი იყო ჯერ ხო შემგროვილი არის. ხო, ყოველ წელს ეს ძალიან მზარდია და წელს დაახლოებით ვარაუდობ უკვე 1 წლის წლევანდელი წლის განმავლობაში 15.000 იქნება უკვე, აი 32-დან მარტო წლევანდელი წელი იქნება 15.000 მონაწილისთვის გაცემული პენსია. შარშან იყო დაუშვათ 11.000 წლის განმავლობაში, წელს 15 იქნება და ასე იზრდება და გაიზრდება სულ. ანუ აქ ჩვენ შეგვიძლია დავყოთ ამ 32.000-დან შეიძლება ითქვას, რომ პენსიაში საპენსიო ასაკის მიხედვით მოხდა გაცემა თუ იმ სამი დანარჩენი რაც თქვენ ჩამოთვალეთ დაუშვათ მოქალაქეობა, შშმ პირი და გარდაცვალება.
ძირითადად რა თქმა უნდა საპენსიო ასაკის საფუძვლით არის და ასეც უნდა იყოს, ღმერთმა დაგვიფაროს რომ ამდენი გარდაცვლილი გვყავდეს, ან ამდენი შეზღუდული შესაძლებლობის ხო, არა, ნუ მაგითო საინტერესოა. არა, კი, ასე სტატისტიკამ ასე დასვა რომ 50% დაახლოებით ზენ და მეტი ასაკის საფუძვლით არის და დანარჩენი იყოფა იმ დანარჩენ სხვა კატეგორიებს. ჩვენ გადაცემა პრინციპში დასასრულს ახლოვდება, მე მექნება ესეთი შეკითხვა. აი, რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობენ ამ სისტემას და არ ამოწმებენ საკუთარ საპენსიო ანგარიშში? თავარი რეკომენდაცია რა იქნება თქვენგან, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ შენატანებს, ხელფასიდან დავშვით ეს 2% მიდის, ჩვენთვის მაინც გადასახადი გამოდის, ასე ვთქვათ, ყალებში, ხო? იმიტომ რომ 20% არის საშემოსავლო, 2% პლუს. ანუ რას ურჩევდით? ანუ რას ეთქვათ? პირველ კითხვაზე უნდა გამეცა პასუხი, მაგრამ გადასახადი რომ ახსენეთ არ შემიძლია აქ არ თქვა უცებ და ჩქარა გეტყვით რომ ეს გადასახადი რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ დაერქმევა მაშინ როდესაც დამსაქმებელი უმატებს იმ 2%-ს რომელსაც თქვენ გადასახადი დაუძახეთ და დამსაქმებელი 2%-ს უმატებს და სახელმწიფო 2%-ს უმატებს. მაგრამ ასე აღიქმება მაინც ანუ პირი თulis რომ 22% აქვს 6% მყისიერად უჯდება ანგარიშზე რომელსაც უყურებს რომ მის ანგარიშზე ზის და აი იმ საფუძვლები რომლებიც თქვი იმ საფუძვლების წარმოშობის თანავე მას შეუძლია გაიტანოს. ეხლა რაც თქვენ კითხვა დასვით რომ რას ურჩევდი, რა რეკომენდაციას მივცემდი, აუცილებლად და ძალიან კარგია რომ დამსაქმებლებს მიცეთ ის რეკომენდაცია რომ დროულად და ოპერატიულად განახორციელონ თავისი ვალდებულება დამსაქმებლების მიმართ და საპენსიო შენატანები განახორციელონ და არ გამორჩეთ და 15 რიცხვი არ გაეპაროთ რომელიც სავადო თარიღია და წარადგინონ საპენსიო შენატანები, ხოლო მეორე პირობა რაც არის სწორად განხორციელებისთვის რომ ამავე თარიღისთვის გქონდეთ საბალანსო თანხა რომ არ მოხდეს მათი პირობის დარღვევა, ანუ საპენსიო შენატანების განუხორციელებლობა, რაც შემდგომში მათთვის პრობლემებს წარმოშობს, შესაბამისად ეს რეკომენდაცია მაქვს და თხოვნა დამსაქმებლების მიმართ რომ ყურადღებით იყვნენ, ხოლო რაც შეეხება დასაქმებულებს, მშვიდად უნდა იყვნენ დასაქმებულები, საპენსიო შენატანები გროვდება, კანონის შესაბამისად ინვესტირდება, მზარდია. ნდობის საკითხი მეგონი არც დგას უკვე, ასეთი მსგავსი კითხვა არ ყოველდღიურად უყურონ თავის საპენსიო შენატანებს როგორ იზრდება. და როდესაც რომელიმე საფუძველი წარმოეშვებათ, შეუძლიათ მოვიდნენ და გაიტანონ აღნიშნული მათი დაგროვილი კუთვნილი საპენსიო თანხები. ხო, ზოგადად როგორია საინვესტიციო სარგებელი და ასე შემდეგ, ეს უკვე სხვა გადაცემის თემაა და სხვა თემა. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ სერვისებზე, თუ კიდევ გნებავთ რაიმე ურჩიოთ, უნდა დავასრულოთ გადაცემა. მე ვფლი რომ საკმარისად ბევრი და საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ. საპენსიო ფონდის დირექტორის მოადგილე ვაჟა ჯაფოშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა.